ავერსი წარმოგიდგენთ სამედიცინო რადიო გვერდს იმედის კლინიკა სერგო კობალავასთან ერთად ავერსი გიზურებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს ავერსი იმედის კლინიკის სპონსორი მოგესალმებით მეგობრებო, დღეს 4 თებერვალია, შაბათი დღე, სერგო კობალავა იწყებ მუშაობას რადიო იმედის პირდაპირ ეთერში და უახლოესი ნახევარი საათის განმავლობაში ვისაუბრებთ სამედიცინო საკითხზე, თემაზე, რომელიც დღეს თქვენთვის შევარჩიე, იმედი მაქვს ყურადღებით მოგვისმენთ, ჩაინიშნავთ საჭირო ინფორმაციას და რა თქმა უნდა, რჩევებსაც გაითვალისწინებთ, რომელსაც ჩვენი სტუმარი აუცილებლად გაგვანდობს გადაცემის მიწურულს, ვინ არის სტუმარი, რა თემაზე აიგება დღევანდელი გამოშვება, როგორც ყოველთვის რამდენიმე წამში აუცილებლად გეტყვით, თუმცა თავდაპირველად შეგახსენებთ ტელეფონის ნომრებს, რომელთა საშუალებით შეგიძლიათ დარეკოს სტუდიაში და თემიდან გამომდინარე კითხვები დაუსვათ ჩვენ სტუმარს. მას ნომრებია 292 კითხვები შეგიძლიათ გამოაგზავნოთ Facebook-ის საშუალებით, რადიო იმედი, იმედის კლინიკას, გახლავთ ჩვენი მისამართი, თემა ანონსირებული იყო, თუ გადახედეთ, იცით თუ რა საკითხზე აიგება დღევანდელი გამოშვება, ხოლო ის კითხვები, რომლებიც უკვე დასმული იყო, აუცილებლად გაშუქებული იქნება ამა თუ იმ ნაწილში. მაშინ რამდენიმე წამში მივესალმოთ დღევანდელ სტუმარსაც. გავრცელების ჯანმრთელობას იმედის კლინიკა ღია ყოველდღე დღეს შევარჩიე თქვენთვის დაავადება, რომლის მკურნალობაც ეხება რამდენიმე ტიპის სპეციალისტს. პირველ რიგში დაწყებული ეს არის ინფექციონისტი, ქირურგი, დერმატოლოგი. ძირითადად ეს სამი სპეციალისტია ჩართული ამ დაავადების მკურნალობის საქმეში. შედარებით იშვიათად ხდება ეს პათოლოგია, თუმცა ინფორმაცია არ არის ისეთი ვრცელი მოსახლეობაში, როგორც საჭიროა რომ იყოს. აქედან გამომდინარე ამ დაავადებას ძალიან ხშირად არასწორად უვლიან და სამწუხაროდ საბოლოოდ აწყდებიან უამრავ გართულებას, მათ შორის საკმაოდ სერიოზულს, რაც შეიძლება ამ პათოლოგიას დევდეს თან. ეს დაავადება გახლავთ წითელი ქარი. დღეს ვისაუბრებთ წითელ ქარზე, რამდენად გავრცელებულია ეს პათოლოგია, რისკ ჯგუფის პაციენტები, ვის უფრო მეტად ემართება წითელი ქარი, რა არის ამ დაავადების გამოწვევი მიზეზი, მისი გადაცემის მექანიზმები, როგორ გამოვლინდება წითელი ქარი, როგორ გავარჩიოთ წითელი ქარი მსგავსი კლინიკური სურათით მიმდინარე სხვა პრობლემებისგან და გადაცემის მეორე ნაწილში, რა თქმა უნდა, ვისაუბრებთ მკურნალობის ტაქტიკაზე, რჩევებზე და იმ სამომავლო შედეგებზე, რასაც უნდა ველოდო წითელი ქარის ადეკვატური თერაპიის შემთხვევაში. მას დღევანდელი სტუმარი ჩვენ გვყავს ავერსის კლინიკის ქირურგი ბატონი ბადრი კობალავა. დიდ მადლობას გადავხდი მას მობრძანებისთვის და მივესალმები. გამარჯობა. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. თითქმის ორი მოგვარე ვიმყოფებით პირდაპირ ეთერში. ამ ეტაპზე. ბატონო ბადრი, პირველ რიგში წითელი ქარი აღნიშნეთ, რომ ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით მაინც და მაინც ხშირი პათოლოგია არ არის. საბედნიერო, თუმცა ეს დაავადება ემართება უპირატესად გარკვეული რისკის ჯგუფის პაციენტებს, ვისთანაც დაავადება შეიძლება საკმაოდ სერიოზულად წარიმართოს და საკმაოდ მძიმე გართულებები გამოიწვიოს. ამიტომ გადაწყვიტე, რაც შეიძლება მაქსიმალური ინფორმაცია მივაწოდოთ წითელი ქარის შესახებ მოსახლეობას. მას რამდენად ხშირად აწყდებით როგორც ქირურგი წითელ ქარს, რა არის ზოგადად ეს დაავადება და მისი გამომწვევი, რა იწვევს წითელ ქარს და როგორ გადადის მისი გამომწვევი? წითელი ქარი ცნობილია შუა საუკუნეებიდან. მას ძველი ექიმები წმინდა ანტონის ცხელებას ეძახდნენ. ეს იყო წმინდანი, ქრისტიანი წმინდანი, რომელიც ეგვიპტეში მოღვაწეობდა და ითვლებოდა, რომ მხოლოდ ის არჩენდა ამ დაავადებას. ამ ეპონიმს მოგვიანებით გამოიყო ისეთი დაავადებები, როგორიც არის ჰერპეს ზოსტერი, ეგროტიზმი და წითელი ქარი. წითელი ქარი ეს არის კანის ბაქტერიული ინფექცია, რომელიც ძირითადად ლოკალიზებულია ზედაპირულ შრეებში, დერმაში და კანქოშა ცხიმოვანი ქსოვილის ზემო ნაწილში. და მას ახასიათებს კანში და ლიმფურის სადინრების გაყოლებით პროცესის გავრცელება, გადაადგილება. აუცილებელ კომპონენტად ითვლება ლიმფანგიტი და ლიმფადენიტი, ანუ ლიმფური სადინრებისა და ლიმფური კვანძების ანთება და ასევე მნიშვნელოვანია მისი ერთ-ერთი სიმპტომი მკვეთრი საზღვრების ქონა.
დაავადება საკმაოდ გავრცელებული იყო მე-19 საუკუნეში და მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში. მოგვიანებით დაავადების სიხშირემ იკლო, ალბათ ეს გამოწვეული იყო ანტიბიოტიკო თერაპიის ფართოდ გამოყენებით, ასევე სანიტარული პირობების გაუმჯობესებით მოსახლეობაში, მაგრამ ბოლო წლებში 80-იანი წლებიდან დაავადების სიხშირის მატება იქნა შემჩნეული. მაგრამ თქვენ ახსენეთ უკაცრავად გაწყვეტინებთ, თქვენ ახსენეთ ანტიბიოტიკოთერაპია. აქედან გამომდინარე დაავადება ესე იგი ინფექციური გენეთის არის. მართალი ბრძანდებით დაავადება გამოწვეულია სტრეპტოკოკული მიკროორგანიზმით. კერძოდ სტრეპტოკოკუს პიოგენუს ეგრეთ წოდებული. მას აქვს მიდრეკილება ესე იგი გამოიწვევს სხვადასხვა ტიპის ინფექციური პროცესი ადამიანის ორგანიზმში. ეს მიკროორგანიზმი არის დამნაშავე ზოგიერთი ქრონიკულად მიმდინარე ინფექციის შემთხვევაში, როგორც არის ქრონიკული ანგინა, ასევე მწვავე ინფექციების მიზეზი შეიძლება იყოს გლომერულონეფრიტი, კუნთრუშა და ამ შემთხვევაში წითელი ქარის მიზეზით ეს მიკროორგანიზმი გახლავთ. კერძოდ კლასიკური წითელი ქარი, როგორც წესი, სახეზე იყო ლოკალიზებული, თუმცა ბოლო წლებში ამან სახე იცვალა და თანდათან დაავადების კლინიკური სურათი ისე შეიცვალა, რომ გადაინაცვლა პათოლოგიურმა პროცესმა ქვემოკიდურების სადღეისოდ 80%-ში დაავადება ქვემოკიდურებზე გვხვდება. სახეზე გავრცელების შემთხვევაში დაავადება გამოწვეულია როგორც წესი A-ჯგუფის სტრეპტოკოკით. ბანომადორი, რომ ავიღოთ სრულიად ჯანმრთელი ადამიანის კანის ძალიან პატარა უბანი ან მისი პირისგრუს ლორწოვანი გარსი ძალიან პატარა უბანია დავთვალიეროთ მიკროსკოპში. მილიონობით და მილიარდობით მიკროორგანიზმი იქნება იქ და ძალიან დიდი წილი ექნება სწორედ წითელი ქარის გამოწვევ სტრეპტოკოკს. თუმცა ალბათ არსებობს რაღაცა ის ხელშემწყობი ფაქტორი, როდესაც კონკრეტულ პიროვნებაში რაღაცა მიზეზების გამო ეს სტრეპტოკოკი აზიანებს კანს და იწვევს წითელი ქარის განვითარებას. აი რა არის ეს მიზეზი და ვინ არიან იმ რისკ ჯგუფის პაციენტები, ვისთანაც მოსაოდნელია წითელი ქარის განვითარება? მართალი ბრძანდებით წითელი ქარი სრულიად ჯანმრთელ ადამიანებს, ანუ ისეთ ადამიანებს, რომელთა იმუნური სისტემა წესრიგშია და არ არის დიაგნოსტირებული სხვა რაიმე თანხლები პათოლოგია, ასეთ ადამიანებშიც გვხვდება, მაგრამ გარკვეული კატეგორიის პაციენტებში უფრო ხშირია და უფრო მიდრეკილია გართულებებისაკენ ან რეციდივებისაკენ. ასეთ კატეგორიებს მიეკუთვნება 60 წელზე ზემოთ ასაკი, ასევე ახალშობილები და ბავშვები, მელოგინეები, ისეთი დაავადებების ქონა, როგორც არის ქვემოკიდურების სოკოვანი დაავადებები, ტროფიული წყლული, სხვადასხვა წარმოშობის იქნება ეს ნერვული ტროფიკის დარღვევა და კიდურის დამბლა თუ პარეზი, ასევე ლიმფური სიზარღვოვანი ტროფიკის დარღვევა, ასევე იმუნოდეფიციტის მქონე პაციენტები. ეს იქნება დიაბეტი, შაქრიანი დიაბეტი, რომელიც მოგეხსენებათ იმუნოდეფიციტს იწვევს, ასევე ნეფროზული სინდრომი, ქიმიოთერაპიის შემდგომი მდგომარეობა, ორგანოგადანერგილი პაციენტები, რომლებიც იღებენ იმუნოდეპრესანტებს, ასევე რისკ ფაქტორს წარმოადგენს მასტექტომიის შემდგომი მდგომარეობა, რადგან ანუ ძუძუს მოკვეთა ამ შემთხვევაში. დიახ, ასე რომ იმიტომ რომ ამ ოპერაციის დროს ხდება ლიმფური კოლექტორების ამოკვეთა, ანუ შესაძლო მეტასტაზირების უბნის მოცილება, რაც არღვევს ლიმფის მიმოქცევას და ზემოკიდურში ზრდის წითელი ქარის განვითარების ალბათობას. ასევე სხვა ნებისმიერი წარმოშობის ლიმფოსტაზი შეიძლება გახდეს ხელშემწყობი ფაქტორი წითელი ქარისათვის. თქვენი ნებართვით თუ შეიძლება დავაზუსტოთ რა არის ლიმფა და ლიმფური სილძავი, იმიტომ რომ ძალიან მწირია ინფორმაცია ამ სისტემის შესახებ. ორი სიტყვით უთხრათ რა არის ეს? კი ბატონო, ადამიანის ორგანიზმის ქსოვილებს მიეწოდება სისხლი არტერიების საშუალებით. ეს არტერიები თანდათან იტოტება წვრილ სიზარღვებად, პრეკაპილარებად, კაპილარებად და შემდეგ ეს ისევ იკრიბება ეს სისხლი ვენების საშუალებით. მაგრამ გარდა ვენებისა, სითხე, ორგანიზმში შესული სითხე ასევე გაჟონავს სიზარღვის კედლიდან ქსოვილებში, საიდანაც გროვდება ლიმფური ქსელის მეშვეობით. ანუ ეს არის გარკვეული კოლექტორი, რომელიც ასე ვთქვათ, გამჭვირვალე კედლებისგან აგებული და ამიტომ შედარებით უხილავია
სიზარღვებისაგან განსხვავებით, მაგრამ საბოლოო ჯამში მთელი ორგანიზმი დაქცელილია აი ამ ლიმფური სადინრებით. ანუ მართალია თუ არა მე მახსოვს ძალიან კარგად ლიმფურ სისტემას რო სწავლობდი, იქ ერთი ფრაზა იყო ასეთი, რომ ლიმფური სისტემა უნდა წარმოვიდგინოთ ადამიანის ორგანიზმის ნაგავსაყრელად, სადაც ხდება აი ამ ყველა ტოქსიური ნაერთის თუ არასაჭირო ნივთიერების შეგროვება უჯრედებიდან და შემდგომ გამოტანა ორგანიზმიდან. ეხლა მართალი ვიზანდებით ლიმფურ სისტემას ეს ფუნქციას გააჩნია, ის არის აქტიური სისტემა ინფექციასთან ბრძოლისათვის, ანუ იმუნური სისტემის ნაწილია და გზადაგზამ ლიმფურ სადინრებს აქვს ასე ვთქვათ სადგურები, სადაც ინფექცია ყონდება და ორგანიზმი ებრძვის ამ ინფექციას. ეს არის ლიმფური კვანძები. ჩვენ ძირითად თემას დავუბრუნდეთ, თქვენი ნებართვით მე რადიო მსმენელებს შევახსენებ, საუბრობთ წითელ ქარზე, ბატონი ბადრი ქობალავაა ჩვენი სტუმარი. ბატონი ბადრი, ჩვენ აღვნიშნეთ, რომ სტრეპტოკოკი ის ინფექცია, ის მიკროორგანიზმი, რომელიც წითელ ქარს აპირობებს, ძალიან ხშირად იწვევს უფრო სხვა დაავადებებსაც. ნუ ყველაზე გავრცელებული ეს არის ქრონიკული ტონზილიტი, მუშურა ჯირკვლების ქრონიკული ანთება, შედარებით იშვიათად გლომერულონეფრიტი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, კუნთრუშა მათ შორის. შეიძლება თუ არა ადამიანს არ ჰქონდეს ის რისკ ჯგუფის დაავადებები, რაც ჩამოთვალეთ ზემოთ, ბანალური ქრონიკული ტონზილიტი დაემართოს და გავა ერთი კვირა, ორი კვირა და უცებ განვითარდება წითელი ქარი. დიახ, ეს შესაძლებელია, მაგრამ ასეთ შემთხვევებში დაავადება მიმდინარეობს ძალიან კეთილსაიმედოდ, კარგი შედეგით მთავრდება, ზოგჯერ ყოველგვარი მკურნალობის გარეშე თვითგანკურნებით მთავრდება, ამიტომ ქირურგთა უმრავლესობა წითელ ქარს მსუბუქ დაავადებად მიიჩნევს. მაგრამ ხელშემწყობი ფაქტორების არსებობის შემთხვევაში წითელ ქარს შეიძლება მოყვეს სერიოზული გართულებები და იშვიათად ფატალური შედეგითაც შეიძლება დასრულდეს. მოდით გართულებებზე გადასცემის მეორე ნაწილში ვისაუბროთ. კლინიკური გამოვლინება რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, თუმცა თუ არ ვწდები, მე მგონი რადიო მსმენელი ყავს და შეობს, მოდით მისი კითხვა მოვისმინოთ და არ დავაყოვნოთ რადიო მსმენელი, შემდგომ განვაგრძოთ საუბარი. გისმენთ? Hallo, კაცრავად, გამარჯობა, ბატონო სერგო, მუდმივი მსმენელი. როდის გესტით, წითელი ქარი იგივეა, რა წითელი მგლურა? აი წითელი მგლურით ახალგაზრდა გოგო გარდაიცვალა და მაინტერესებს. დიდი მადლობა დასმული კითხვისთვის. მადლობა შეკითხვისთვის. წითელი მგლურა არის აუტოიმუნური დაავადება, მას არანაირი საერთო არ აქვს ინფექციურ პროცესთან და წითელი ქარი სრულიად სხვა დაავადება. ანუ სახელწოდებაშია უბრალოდ მსგავსება, აბსოლუტურად სხვადასხვა ტიპის პათოლოგიებზეა საუბარი ამ შემთხვევაში. გამოვლინება რას უნდა მიაქციოს ყურადღება პაციენტმა, როგორ იწყება წითელი ქარი და შემდგომ როგორ ვითარდება ის? წითელ ქარს შეიძლება კონდეს ეგრეთ წოდებული პროდრომული პერიოდი, ანუ ის გამოვლინებები, რომლებიც კლინიკური სურათის გაშლას წინ უძღვის, თუმცა ეს იშვიათია. უფრო მეტად ის მოულოდნელად იწყება შემცირნებით, ცხელებით, თავის დასახსრების ტკივილით, ძვლების ტკივილით, სისუსტით, უმადობით. ეს არის ის ზოგადი გამოვლინებები, რაც ამ დაავადებას ახასიათებს და ამ ფონზე ვითარდება ინფექციის შეჭრის ადგილას ადგილობრივი გამოვლინებები. თავიდან ეს არის ეგრეთ წოდებული ერითემა, ანუ სიწითლე, ქავილი, წვა და ძალიან მალე ამ ადგილას განვითარდება წითელი მკვრივი, პრიალა შემაღლებული ადგილი, აწეული, კარგად შემოფარგლული კიდეებით, ამას კიბის სიმპტომსაც ეძახიან და აი გეოგრაფიული რუკის შესახედაობა აქვს აი ამ წითელ უბანს. სუბიექტურად რაც გრძნობს პაციენტი ამ შემთხვევაში იმ ლოკალურ ადგილას, სადაც განვითარდება წითელი ქარის უბანი. არის ეს ძალიან მტკივნეული, არის ქავილი, არის აი რა სუბიექტური სიმპტომატიკაა? როგორც წესი ამ მიდამოში გამოხატულია სიმხურვალის შეგრძნება, წვის შეგრძნება და მკვეთრად გამოხატული ტკივილი. თუ არის შეშუპება და აი ჩვენ აღვნიშნეთ ლიმფური სისტემა და ერთ-ერთი ყველაზე ხშირი გართულება წითელი ქარის, ეს არის საბედნიერო დღეს შედარებით ნაკლებად ხდება, ეს არის ეგრეთ წოდებული სპილოვნობა. აი ამ მოვლენას რამდენად უნდა ველოდოს პაციენტი და შეშუპებას რამდენად აქვს მნიშვნელობა წითელი ქარის კლინიკურ სურათში? დიახ, შეშუპება არის გამოხატული წითელი ქარის დროს და ეს არის აუცილებელი კომპონენტი კლინიკური სურათისა. გარდა ამისა არის ლიმფანგიტი ეგრეთ წოდებული, ანუ ლიმფური სადინრის ანთება წითელი ზოლის სახით და ამ უბნის რეგიონული ლიმფური კვანძი, ეს ვთქვათ, ზემოკიდური შემთხვევაში იღლია იქნება, ქვემოკიდური შემთხვევაში საზარდულის მიდამო, სახის შემთხვევაში კისრის ლიმფური კვანძები, ამ ლიმფური კვანძების გადიდება. თავიდან ეს ლიმფური კვანძი შეიძლება უბრალოდ გადიდებული იყოს, შემდგომ ტკივნეული ხდება და არ არის
გამორიცხული იქ ჩიგროვას კი გამithარდეს. ჩვენ რადიომსმენელი ყავს ბატონ ბადრი და მოვისმინოთ კითხვა გამარჯობა. ალო, გამარჯობა. გისმენთ. სამი დღე არის მუცელზე გამომივიდა რაღაცა ფოთლებივით არ ვიცი ეს ალერგია ეკიდან ვიყავი ალერგია არისო მაგრამ არ ვიცი დღეს უნდა გამოვიდა ხო კიდე სამედიცინო დახმარება რაღაცა და ძალიან აი რაღაცა გამივლის დილით მეწება მე შუა დღეზე გამივლის არაფერი არ არის მე გათეებისას ისევ ამეწება და რაღაცა ფოთლებივით მაყრის მადლობთ ერთი წუთით არ დაკიდოთ ყურმილი ბატონო ბადრი ხომ არ გექნებათ რაიმე დამატებითი კითხვა მსმენელთან ამ ალერგიის დიაგნოზთან დაკავშირებით მაინტერესებს გალბატონო რაიმე კონკრეტული ალერგენი იქნა აღმოჩენილი რაზეც გააქვთ ალერგია არასოდეს არ მქონია მე ალერგია წამლებს ავსავ ძალიან ბევრს ინფარქტი დამემართა უბრალოდ და წამლების თუ რაღაცა შეზიზღების თუ კალბასი ვჭამე ძეხვი ოხრიშვილი რაღაცა კვერცხთან ერთად იმან რაღაცა არ ვიცი რამ გამოიწია უკაცრავად შეგიძლიათ ჩამოთვალოთ რა მედიკამენტებს იღებთ რა მედიკამენტებს ვიღებ და ინფარქტი დამემართა და დილით ვიღებ რა ქვია ღმერთო ჩემსულდა მავწდა ყველაფერი კონკორიო მწნევის წამალიო კარდოკორდარონიო როზევასტატინიო კლოპი გამაო მე მაინტერესებს ქალბატონო თუ გაქვთ ტემპერატურის მომატება შემცირება ასეთი მოვლენები არა ეგენი არა მაქვს სუბიექტურად სიმპტომატიკა არის რაიმე მუცელზე ანუ ან წვანკა, ტკივილი, ან ქავილი, ან დილით ამეწება ხოლმე და მე უკვე გადის ეს აწვა რაღაცა და მე ისე ჩერდება, მე ისე თავიდან იწყება. სულ 3 დღეა ასე დღეში ვარ. და დიდი მადლობა დასმული კითხვისთვის, რა შეიძლება მას ვურჩიოთ? დიდი მადლობა. ქალბატონო, როგორც ეთყობა, თქვენ შემთხვევაში საქმე არ აქვს წითელ ქართან, რადგან წითელი ქარისთვის დამახასიათებელი კლინიკური სურათი აქ არ არის გამოხატული. მე გირჩევთ რომ მიმართოთ ისევ ალერგოლოგს, რადგან ძალიან გავს თქვენს მიერ გადმოცემული სიმპტომატიკა ალერგიულ დერმატიტს. თქვენი ნებართვით თუ შეიძლება დავამატებ, რატომ ჩამოათვლებინა კარდიოლოგიური მედიკამენტები ის მედიკამენტები, რომელიც პაციენტმა ჩამოთვალა კარდიოლოგიური ტიპის გარკვეული სახის მედიკამენტ შესაძლებელია ახლდეს ინდივიდუალური აუტანლობა და ალერგიული რეაქცია, რომელიც გამოვლინდება სწორედ ისე, როგორც პაციენტმა დაასახელა. ამიტომ რჩევა იქნება კარდიოლოგსაც აუცილებლად ეწვიოთ, ვინც გამოგიწერათ ეს მედიკამენტები, ხომ არა გვაქვს საქმე ინდივიდუალურ აუტანლობასთან, აი ამ ჩამოთვლილი მედიკამენტებიდან 1-2-ზე. ამიტომ სჯობს ეს კონსულტაციაც გაიაროთ. ჩვენ პატარა პაუზა გვაქვს გადაცემაში და სარეკლამო ჭრილის შემდგომ განვაგრძობთ საუბარს. გავრცელების ჯანმრთელობას იმედის კლინიკა დღეა ყოველდღე გრძელდება მეგობრებო იმედის კლინიკა ჩვენ სტუმართან ერთად ბადრი ქობალავაა ჩვენი სტუმარი საუბრის თემა წითელი ქარი ბატონ ბადრი მოდით იმ რამდენიმე კითხვასაც გადავხედოთ რაც იყო Facebook-ის საშუალებით მოსული მაქვს დიაბეტი ბოლო თვეებში შემომჩნიეთ წვივის არეში სიცითლე რომელიც არ მაწუხებს თუმცა მისი ზომა იზრდება არც წვა მაქვს არც ქავილი და არც ტკივილი რა არის ეს რას მირჩევთ და როგორ მოვიქცე ძალიან ტიპიური სურათია შაქრიანი დიაბეტისათვის ქვემო კიდურის მიდამოში კერძოდ წვივის არეში სიცითლე შეიძლება დაკავშირებული იყოს დიაბეტისათვის სამიზნე ორგანოს წვრილი სიზარღვების დაზიანებასთან ანუ ეგრეთ წოდებულ დიაბეტურ ანგიოპათიასთან ეს პათოლოგიური პროცესი ასოცირებულია დიაბეტთან და სამწუხაროდ ის ძალიან კარგი და კარგად შერჩეული ჰიპოგლიკემიური საშუალებების ფონზეც ვითარდება, მათ შორის ინსულინოთერაპიის ფონზეც ვითარდება, სამწუხაროდ ვერ იცავს ეს საშუალებები ანგიოპათიისაგან პაციენტს, მაგრამ ამას აუცილებლად ჭირდება გამოკვლევა, დაზუსტება, ეს შეიძლება გაკეთებული იქნეს ქვემო კიდურების დოპლეროგრაფია, რათა შევაფასოთ სისხლის ნაკადი, არტერიული ნაკადი ქვემო კიდურებში და იმის შესაბამისად უნდა მოხდეს შემდგომი მკურნალობა. ბატონ ბადრი, განვარცობ ცოტა ამ კითხვას. ძალიან ხშირად
მსგავსი კლინიკური სურათით მიმდინარეობს წითელი ქარი, რომელიც შედარებით იშვიათია, ვიდრე უფრო ხშირი პრობლემები რისკ ჯგუფის პაციენტებში. ეს არის ტროფიკული დაზიანებები, დიაბეტის ფონზე, ქვედაკიდურების სილზარღვოვანი, მათ შორის არტერიული პათოლოგიების ფონზე, ძალიან წააგავს ერთმანეთს. ვიზუალურად კლინიკური მიმდინარეობის თავისებურებიდან გამომდინარე შეიძლება თუ არა, მოდით პაციენტი გვერდზე გადადოთ ამ შემთხვევაში და ნებისმიერ შემთხვევაში ექიმს უნდა მიაკითხოს, მაგრამ ექიმმა მიიტანოს ეჭვი ეს წითელი ქარია თუ ეს არის დაუშვათ ტროფიკული დაზიანება. დიახ, ამ შემთხვევაში კლინიკური სურათი საკმაოდ განსხვავებულია ერთმანეთისაგან და შეიძლება მხოლოდ კლინიკურ სურათზე დაყრდნობით თქვათ, აქ წითელი ქარია თუ ქვემო კიდურის ტროფიკული მოშლილობა. საქმე იმაშია, რომ ტროფიკული მოშლილობა არის ხანგრძლივად მიმდინარე ქრონიკული პროცესი, ის არ არის დაკავშირებული უეცარ დაავადების უეცრად დაწყებასთან, აი ესეთ მკვეთრ კაფეო კლინიკურ სურათთან, როგორც ჩვენ განვიხილეთ, ეს იყო მაღალი ცხელება, წვა, ტკივილი, შემცივნება და ასე შემდეგ. აქ არის პროცესი ხანგრძლივი, ნელად მიმდინარე, შეიძლება პერიოდულად ტკივილი და წვა პაციენტს მოემატოს, შემდეგ ტროფიკის გაუმჯობესების შემთხვევაში, ტალღისებურად გაუმჯობესების შემთხვევაში კვლავ დროებითი გაუმჯობესების პერიოდი წავიდეს, ასე რომ კლინიკური სურათები საკმაოდ განსხვავებულია. დიდი მადლობა. მეორე კითხვაც განვიხილოთ, ვენების ვარიკოზის გამო გამიჩნდა წყლული კოჭის არეში, უკვე რამდენიმე თვეა მკურნალობდა, არანაირი შედეგი არ მაქვს. საერთოდ განკურნებადია თუ არა ეს დაავადება და მქონდეს თუ არა იმედი? დიახ, ვარიკოზული წყლული ეგრეთ წოდებული არის საკმაოდ სერიოზული პრობლემა და ლოგიკური შედეგი ქვემო კიდურის ვარიკოზული დაავადებისა. კონკრეტულად წყლულის მკურნალობა, იმ მხოლოდ ვარიკოზული წყლულის მკურნალობას არ აქვს აზრი, რადგან ეს უნდა განვიხილოთ როგორც ამ დაავადების ნაწილი და თვითონ ვენური სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებისაკენ მიმართული ღონისძიებების შემთხვევაში შესაძლებელია წყლულის შეხორცება მხოლოდ. მან კომპლექსური მკურნალობის შემთხვევაში, დროული კომპლექსური მკურნალობის შემთხვევაში თავისუფლად შესაძლებელია წყლულის შეხორცება. რა თქმა უნდა. მესამე კითხვის პრინციპში გავეცით პასუხი, წითელი ქარი მხოლოდ ფეხის მიდამოში ვითარდება თუ არა და შეიძლება ეს განვითარდეს სახის და ზედა კიდურის მიდამოშიც. დედას აქვს წითელი ქარი ფეხზე საკმაოდ მძიმე ფორმებში და მე მიწევს მისი მოვლა და დამუშავება. რამდენად გადამდებია ეს დაავადება და რამდენად დიდი რისკის ქვეშ ვიმყოფები მეც? ძალიან საინტერესო შეკითხვაა. წითელი ქარის ეგრეთ წოდებული თემატოზული ფორმის შემთხვევაში, როდესაც მხოლოდ სიწითლეა გამოხატული და კანის მთლიანობა დაზიანებული არ არის, ასეთი ფორმა არ არის გადამდები, რადგან ინფექცია ლოკალიზებულია კანის სიღრმეში. თუმცა ყველა შემთხვევაში უნდა დავიცვათ ასეპტიკის წესები, კერძოდ აუცილებლად უნდა სტერილური ხელთათმანის საშუალებით, სტერილური შესახვევი მასალის საშუალებით მოხდეს შეხვევების გაკეთება, საფენების გაკეთება, არამც და არამც არ შეიძლება დავარღვიოთ სტერილიზაციისა და ასეპტიკის წესები, რადგან სრულიად ჯანმრთელ ყოველგვარი რისკ ფაქტორების გარეშე ადამიანსაც შეიძლება დაემართოს წითელი ქარი. გამიგია რომ წითელი ქარი შეიძლება ადამიანს კანის ძლიერი მოქავების შემდგომ დაემართოს, მართალია თუ არა? დიახ, მართალია, კანის ნებისმიერი დაზიანება, თუნდაც უმნიშვნელო, ანუ მიკროტრავმა, რომელიც პაციენტს წითელი ქარის განვითარების შემდგომ არც კი ახსოვს, შესაძლებელია გახდეს ინფექციის შეჭრისა და წითელი ქარის განვითარების მიზეზი. ანუ ნებისმიერი მიკროტრავმა კანის არეში ეს არის რისკი პაციენტებისთვის. დიახ, რისკია პაციენტებისთვის. პერიოდულად კოჭის არეში მიჩნდება ოდნავ სველი, ცოტა მოწითალო ლაქა, რაც მეკავება და მეწვის. შემდგომ ვისვამ ხოლმე კოლხურს ან რაიმე მსგავს მალამუს და თავისით გაივლის. ეს რა შეიძლება იყოს ბოლო 4-5 თვის განმავლობაში უკვე მესამედ გამიჩნდა. კორცუის მიდამოში სველი მოწითალო ლაქა ალბათ უნდა იყოს ტროფიკული წყლული, რაც შეიძლება სხვა სერიოზული პათოლოგიური პროცესის ნიშანი იყოს, გამოვლინება იყოს. ამიტომ უპირველეს ყოვლისა უნდა დადგინდეს თუ რამ გამოიწვია ეს ტროფიკული წყლული. ეს შეიძლება იყოს არტერიული დაავადებები, შეიძლება იყოს ქვემო კიდურის ვენური დაავადებები, შეიძლება ნერვული ტროფიკის მოშლა, ასე რომ ამას სჭირდება აუცილებლად ვიზიტი ექიმთან და კონკრეტული გამოკვლევების ჩატარება მიზეზის დადგენის მიზნით. მადლობ დასმული კითხვებისთვის. ჩვენ ნელ-ნელა დასასრულისკენ წავიყვანოთ გადაცემა. მკურნალობის ტაქტიკა როგორ ვიქცევით ამ შემთხვევაში, როგორ მიმდინარეობს წითელი ქარის მკურნალობა, როდის იბადება უკვე ოპერაციული ჩარევის აუცილებლობა და
როგორ შევამციროთ ამ დაავადების გართულებების რისკი და ერთ-ერთი ყველაზე ცუდი გართულება, რაც ვიზუალურ პრობლემასთან ერთად ბევრ სხვა დისკომფორტს უქმნის პაციენტს, ეს არის პილოვნობა, რომელიც ასოცირებულია წითელი ქარის შორსასრულ ფორმებთან. როგორ ვიქცევით ამ დროს? უპირველეს ყოვლისა დიდი მნიშვნელობა აქვს პირველ დახმარებას წითელი ქარის გამოვლენებისთანავე. ძალიან მნიშვნელოვანია კიდურის მოსვენება. როგორც გითხარით, 80%-ში ქვემო კიდურზე გვხვდება წითელი ქარი. ამ დროს უნდა არ შეიძლება სიარული ფიზიკური დატვირთვა, უნდა მოსვენებელ მდგომარეობაში იყოს ფეხი და აუცილებელია შემაღლება, რათა ლიმფისა და ვენური სისხლის დინებას ხელი შეუწყოთ. თვითონ დაზიანების არეში რეკომენდირებულია ცივი კომპრესების გაკეთება. 4 დღეში 48 საათის განმავლობაში ცივი ფიზიოლოგიური ხსნარი ყოველგვარი ანტისეპტიკური საშუალების გარეშე არის საუკეთესო საშუალება წითელი ქარის დროს პირველი დახმარებისათვის. ანტისეპტიკური ხსნარები გამოიყენება მხოლოდ კანის მთლიანობის დააღუების შემთხვევაში, თუ არის ბუშტები, ეგრეთ წოდებული ბულოზური ფორმის დროს ან ნეკროზული მკვდარი ქსოვილის კერები ამ შემთხვევაში. პაციენტმა უნდა მიიღოს დიდი რაოდენობით სითხე, უნდა დალიოს ნებისმიერი სახის სითხე, ასევე უნდა მიიღოს ტკივილგამაყუჩებელი და სისხლის დამწევის საშუალებები. ასპირინი, იბუპროფენი, პარაცეტამოლი, რაც უღრესებდოდ არის ხელმისაწვდომი. ქირურგიული ოპერაციის აუცილებლობა როდის დგება? წითელი ქარის დროს ქირურგიული ოპერაციის აუცილებლობა იშვიათად დგება. ეს არის მხოლოდ გართულებების შემთხვევაში, ასევე ნეკროზული ფორმის შემთხვევაში და აქ კეთდება ნეკროზული ქსოვილის მოცილება, გასუფთავება დაზიანებისა ნეკროზული ქსოვილებისაგან. ანუ ძალიან საინტერესო კითხვა მინდა დაგისვა და ამით ნელ დავასრულოთ გადაცემა. წითელი ქარი ცნობილია თავისი ქრონიკული მიმდინარეობით. ანუ შესაძლებელია ადეკვატურად დავიწყოთ მკურნალობა, დროულად დავიწყოთ კლინიკურად პაციენტი პრაქტიკულად გამოჯანმრთელდეს, არ ქონდეს სიმპტომატიკა, ვიზუალურად აალაგდეს პროცესი, მაგრამ გავა 1 თვე, 2 თვე, რაღაც პატარა რეჟიმს დაარღვევს და ისევ გაჩნდება წითელი ქარი. არსებობს ესეთი მოვლენები. როგორ დაიზღვიოს პაციენტმა რეციდივისგან თავი და ზოგადად რას ეფუძნება, რა კრიტერიუმებს ეფუძნება ფრაზა, რომ წითელი ქარი არის სრულყოფილად განკურნებული კონკრეტულ პაციენტთან? უპირველეს ყოვლისა, მორჩენის შემდეგ, ანუ მწვავე მოვლენების გავლის შემდეგ, აუცილებელია უმკურნალოთ იმ ფაქტორებს, რამაც ხელი შეუწყო წითელი ქარის განვითარებას, რადგან მხოლოდ ხელშემწყობი ფაქტორების შემთხვევაში ვითარდება ეგრეთ წოდებული მორეციდივე წითელი ქარი. ეს ფაქტორებია, როგორც მოგახსენეთ, ესე იგი, მაგალითად, სოკოვანი დაავადებები, ქვემო კიდურის სოკოვანი დაავადებები, ამას აუცილებლად აგრესიულად უნდა უმკურნალოთ. ტროფიკული წყულის შემთხვევაში იმ პათოლოგიას უნდა უმკურნალოთ, რამაც ეს ტროფიკული წყული გამოიწვია. უნდა მოვერიდოთ ჭრილობებს, ნაკაცრებს, ნაშხლეტებს, ვიწრო ფეხსაცმელს. უნდა გამოვიყენოთ კომპრესიული წინდები, ვენური სისტემის პათოლოგიის შემთხვევაში ფართოდ გამოიყენება ესეთი წინდები. ჯამთელმა, სხვა მხრივ ჯამთელმა ადამიანმა უნდა ატაროს ეს აუცილებლად 1 თვის განმავლობაში დაავადების მწვავე პერიოდის გადავლის შემდეგ, ხოლო ამა თუ იმ მიზეზით გამოწვეული შეშუპების შემთხვევაში რეკომენდირებულია მთელი ცხოვრება ასეთი წინდების ტარება. ასევე გამოიყენება ანტიბიოტიკო პროფილაქტიკა, ხანგრძლივი ანტიბიოტიკო პროფილაქტიკა. პენიცილინის ჯგუფის ანტიბიოტიკები ხანგრძლივი მოქმედების გამოიყენება 2 წლამდე აგრძელებენ ხოლმე ასეთ ანტიბიოტიკო პროფილაქტიკას. ეს განსაკუთრებით როგორც აღნიშნეთ იმ პაციენტებში, ვინც არის მაღალი რისკის ჯგუფში დაავადების განვითარების მხრივ. დიდი მადლობა მეგობრებო, დღეს შეგახსენებ ჩვენ საუბრობდით წითელ ქარზე, ბატონი ბადრი ქობალავა იყო ჩვენი სტუმარი, ავერსი კლინიკის ქირურგი და ბატონმა ბადრიმ ჩემი აზრით დაარღვია ყველანაირი სტერეოტიპი იმის შესახებ, რომ ქირურგებს საუბარი არ უყვართ. ამით ძალიან საინტერესოდ გვესაუბრე და ამ უწურავ ინფორმაცია მოგვაწოდეთ. მადლობას გადაგიხდი და იმედია მომავალ შეხვედრამდე დაგემშვიდობებით. დიდი მადლობა მოწვევისთვის, კარგ გზანდებოდეთ, ჯანმრთელობას გისურვებთ. კარგ გზანდებოდეთ, ჩვენ ერთმანეთს მომავალი კვირიდან შევხვდებით, ორშაბათიდან განახლდება იმედის კლინიკის გადაცემები. ნახვამდის. ავერსი წარმოგიდგენთ. სამედიცინო რადიო გვერდს იმედის კლინიკა. სერგო კობალავასთან ერთად. ავერსი გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს. ავერსი იმედის კლინიკის სპონსორი.